სახლში მოვდივარ. ოცნების ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს ხათუნა მიკაცაძეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქობულეთში სახლში მოხდა. ქალს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან მიკაცაძე გაიყვანა. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჭულაძე გუშინ დაკავებული ყავდათ და მხოლოდ იმ პირობით გამოუშვეს, რომ ივანიშვილს ფულს მიუტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბურჭულაძეც მისი მოადგილისა და ნათესავის ბედს გაიზიარებს, აცხადებს ხაბეიშვილი. სუსმა ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე და კიდევ ორი პირი დიდი რაოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი საზღვაო ძალების ყოველწლიური აღლუმი გააუქმა. მიზეზად კრემლში უსაფრთხოება დაასახელეს, თუმცა რა საფრთხეს ელოდნენ არ დააკონკრეტეს. მკვლელობა და დაჭრა ქუთაისში დაკავებულია 31 წლის კაცი, რომელმაც ორ პირს დაზიანებები დანით მიაყენა და მიიმალა. დაჭრილებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში დაიღუპა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.